როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ ესეთ ორმხრივ ტაროზე, ორმხრივ ტარო ქვია თუ, მე ვეძახი ორმხრივს, მაგრამ ზუსტი სახელი რა თქმა უნდა არ მახსოვს. ვნახოთ აბა ამ ადამიანის დღევანდელი ენერგიები თქვენს მიმართ, იქიდან გამომდინარე რა კითხვებიც წამოვა თავისთავად თქვენი ინტუიციიდან გამომდინარეც მოირგეთ და მე ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის გოგონებო, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. დავიწყოთ აბა, ვნახოთ. რა ენერგიებშია დღეს? მთავარი ენერგია. მიზიდულობის ენერგია, განზიდულობის არის სასიყვარულო, უსიყვარულო თუ როგორი არის ეს მისი ენერგიები თქვენს მიმართ? მისი ენერგიები პასიურად გაღიზიანებული ადამიანი, მაინც გონია რომ აქ ყველაფერი მორჩა, არაფერი არ არის, რაღაცნაირად ისეთი შეგრძნება მჩნდება, რომ თითქოს გაჩნდა ხანძარი და ვინ არის დამნაშავე, მხოლოდ არის ეჭვმიტანილები, ეჭვმიტანილი სავარაუდოდ ამ შემთხვევაში არის ის მომენტი, რომ მას ეფიქრება, რომ შენ დაწვეს ყველაფერი და შენ შეიძლება ფიქრობდი არა შენ. აქ ეჭვმიტანილზე მეტად შეიძლება დაკონკრეტებას ჟღერდეს, მაგრამ მოდი ესე ვიტყოდი ამ ადამიანს უკვე დღეს არ აინტერესებს ვინ არის დამნაშავე ამ ურთიერთობაში. ანუ დღეს რაღაცა ამდაგვარი სიტუაციაა და მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ. მე ამ კარტზე ვგრძნობ რაც იქნება, რაც მოხდა, მაგრამ მე ვარ ჩემს სიჩუმეში, ჩემს უმოქმედობაში. მოდი ვნახოთ. ნახოთ. იცი რა არის? ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონტაქტზე არ გამოვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს თუ რამე არ აინტერესებს, მე არ დაინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის დღევანდელი შეგნებული გაჩერება. უფრო და უფრო რო არ გაღვივდეს ის ხანძარი, რაც დაიწვა, თითქოს გეგონებოდა რაღაცები კიდე არის შერჩენილი ამ ურთიერთობაში და არ უნდა ბოლომდე რომ ყველაფერს ხაზი გადაეისვას და ამიტომ შეეწახო, ხელის გაშვერის თემაა. ზუსტად იყო სხვადასხვა ეს მომენტი, როცა არა შენ ხარ დამნაშავე, არა მე არა ვარ დამნაშავე და თავის მართლების პროცესში და ამ შემთხვევაში არის ის მომენტი, რომ არ მაინტერესებს რაც არის, ვინ არის დამნაშავე და მოკლედ რაღაცა სპეციალურად პერიოდს აძლევს ამ ურთიერთობას და თქვენს, თორე ისე მოქმედება ექნება, რა თქმა უნდა, თქვენს მიმართ ექნება მოქმედება, იმიტომ რომ აქ აქტიურობა, მაინც მისი ინტერესი, დისტანციური შეგრძნება შენი აქვს, რა თქმა უნდა. როგორია შენი შეგრძნება? როგორ გრძნობ ამ გოგოს იმპერატორი? იცი რა არის, რაც არ უნდა ყველაფერი ჩამონგრეული იყოს ან ნახევრად ან გაბზარული ამ ურთიერთობაში, არის აქ ის მომენტი, რომ კი შეიძლება შენი გზით მიდიხარ უკვე, გზაში ხარ, წასული ხარ და უკვე დააფიქსირე შენი პოზიცია. მაგრამ ამას არ აქვს ზურგი შექცეული. ანუ შენ გაქვს, მაგრამ ამას არ აქვს. ანუ აქ როგორ მომენტია, იცი კი, ცხიან პენტაკლი ხარ, არაჩვეულებრივი ხარ ყველანაირად, მაგრამ თვითონ იმპერატორია. ანუ მასაც აქვს თავისი თავმოყარეობა, თვითშეფასება და აქ გამოდის ის, რომ გრძნობა მაინც არის თქვენ შორის. ამ გრძნობიდან გამომდინარე ვერ ტრიალდება ეს ადამიანი და შარქალურად, რომ შენი თავმოყარეობიდან და თვითშეფასებიდან გამომდინარე ზურგი აქცია, ამას ან კარგად აცნობიერებს. ანუ ამაყი არ არის, ეს ისეთი იმპერატორია, რომელიც ამაყი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი ამაყი და ისეთი დაბნელებული გონება არ აქვს, რომ ეს შენი თავმოყვარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ძალიან კარგად ისმის ეს ყველაფერი. გრძნობა აქვს ამ ადამიანს და უყურებს, რომ ეს არ დანებდება და მაინტერესებს რას მოიმოქმედებ თუ არ დანებდები. რაღაცა განსაკუთრებული ხო არის შიშები, რაღაცა წარმოსახვები, მაგრამ განსაკუთრებული მოლოდინი აქვს რაღაც, შიშის კი არა, უფრო პრობლემების, ანუ წინასწარ იცი, რომ ახლა ასე იქნება, მე შენ იმას მეტყვი, მე ამას გეტყვი, რაღაცა და აქედან გამომდინარე მოდის მე მთლიანი ბუკეტი უსიამოვნების.
ვერ გაჩერდება ეს ადამიანი, ვერ გაჩერდება და მოდის რაღაცა ახალი როგორ თქვა, შემოთავაზებით. კი არ მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება განახლებული სხვანაირი ურთიერთობა, მაგრამ მაინც მოდის, მაგრამ რანაირია ეს, ანუ განახლებული ურთიერთობა არ არის, მაგრამ უნდა ეს ურთიერთობა, უნდა, იმიტომ რომ ეს საჭიროები შენ ამ ადამიანს და ეძვირფასები. თუმცა აქ არის, რომ მე ამას არ ვაღიარებ. თავს კიდე დაზიანებულად გრძნობს. თან საქმე რაშია, იცი? თქვენ გადარჩით ორივე ამ ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობა ვერ გადაარჩინეთ. თქვენ ეს არ შეგიძლიათ და თქვენ ამისთვის არაფერი არ გააკეთეთ. თქვენ ორმაო და გადმოვარდა ხმლების დედოფალი. თქვენ თუ გონიათ რომ ამი გააკეთეთ, ასე არ ჩანს აქ. ან თუ გააკეთე, შეიძლება უბიძგე და რა ქვია, ნაკვერჩხალს სული შეუბერე და გააღვივე ეს ყველაფერი. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? იმიტომ რომ ნაბიჯები და სრულები რადგანაც აქვს ჯვარის სერია. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? მოდი ვნახოთ. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს და ის რომ მაინც მის ნაბიჯებს ხედავ მე. ამ ადამიანის გულში არ ქრება თქვენს მიმართ სიყვარული. აქ აი მართლა რომ იმედს ებღაუჭებ ადამიანი, რომ მე მაქვს იმედი და მე ამ იმედს გეფიცები, აი ასეთი რაღაც ამოც, იმიტომ რომ დადგება ეს ადამიანი იმის წინაშე, რომ შენ ხარ ის ერთადერთი, ვის მიმართაც მაქვს მე გრძნობა. შენ ხარ ის ქალი, რომელიც ესე ვთქვათ, აი ვერ მოვდრიკე, ვერა რაღაცნაირად ასეთი ის აქვს და შეგრძნება აქვს რა ჩქარობს რა. რვიანი თასი. არ ვიცი ეს როდის იქნება, რანაირად იქნება რვიანი თასი, საერთოდ ცოტა უსასრულობისკენ მიდის და ვერ გაიგებ რა როგორ არის, მაგრამ დროებით გაჩერება, უმოქმედობა, დამაბნეველი გაჩერება, შესაძლოა იფიქრო, რომ ეს არაფერს არ აკეთებს და წავალ მე მივხედავ ჩემს ცხოვრებასო, მაგრამ ბუნებრივიც არის, რომ ასე მოიქცევით და ნორმალურია, მაგრამ როცა ჩვენ ვკითხულობთ მის თავში ასეთ ფიქრებს, აი სადღაც არის ის, რომ ცოტათი არ იჩქარო მაინც, ცოტათი გააჩნია, ყველაფერს თავის დრო და ლიმიტი აქვს. როგორ უნდა მოიქცე შენ, მოდი ვნახოთ. ამ ბრძოლაში ორივე, აი ეს როგორ რაღაც არის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ხართ წაგებული, მაგრამ რომელი ხარ წაგებული და რომელი მოგებული, მაგრამ ამ შემთხვევაში აჩვენებს, რომ ორივე წააგეთ. შეიძლება შენ იყო მართალი, მაგრამ შენ ამ გამარჯვებას ვერ ზეიმობ, არ გეზეიმება. ამიტომ აზრი არ ქონდა ამ ყველაფერს ამას გეუბნება ტარო. რაც მოხდა, რაც მოხდება ამას ვერაფერს ვერ უზამ. უბრალოდ ერთი მომენტი არის, რომ მაინც ისე ამოდის ეს ყველაფერი. რაღაცნაირად ხახამშრალი რჩება თვითონ. მაგრამ თქვენც არ ხართ დამაკმაყოფილებელ სასურველ პოზიციაზე. იმიტომ რომ მისი პაუზა, მისი მოქმედობა და მისი დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც რა თქმა უნდა მოვყევი აქ და თუ თქვენზეა, ხო? მისი უმოქმედობა, მისი გასვლა თქვენზე ძალიან მოქმედებს და ზუსტად შენ რომ მართალი ხარ, შენ რომ მოიგე, შენ რომ ზურგი აქციე, სულაც არ გისწორდება ეს. დღეს ასეთი ვითარებაა გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში. დროებით.